როგორ გადავეჩვიოთ ტყუილის თქმას. მოდი სამ მიზეზს ვიტყვი, რატომაც ჩემი აზრით, რატომაც შეიძლება ადამიანი იტყუებოდეს. დაუშვათ, მე ვამბობ, რომ ძალიან კარგად ხატავ, დაუშვათ სადმე მოხდი ესე. სადაც ვიცი, რომ არც არავინ დამახატინებს და არავინ შემომოწმე. მე ვამბობ, ძალიან ასე ვხატავ, ისე ვხატავ. რატო ვამბობ, რომ სხვების პატივისცემა დავიმსახურო, არა? ოღონდ ეს ყალბი პატივისცემა. ეგ ერთია, რაღაცა მინდა, რომ სხვების ის კეთილგანწყობა დავიმსახურო. დაუშვათ მეორე, რაღაც გავაფუჭე. და ტყუილს ვამბობ, მე არ გამიფუჭებია. რატო? იმიტომ რომ მეშინია, რომ არ მეჩხუბონ, გესმით? დაუშვათ, მე ცუდად ვთამაშობ ფეხბურთს, მე მართლაც ცუდად ვთამაშობ ფეხბურთს. მაგრამ მე თუ ვიტყვი, რომ მე თუ დავმალავ ამას, რატო დავმალავ? იცით ტყუილს რატო ვიტყვი, რომ არ შევწყვი, არ თქვა, რომ აი ამან ფეხბურთის თამაში არ იცის. გესმით? ანუ სამივე შემთხვევაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტყუილი უკავშირდება იმას, რომ მე მცხენია, რომ სიმართლე ვთქვა. მე სუსტი ვარ, რომ სიმართლე ვთქვა. არა და ძლიერი იცი რას იზავს? გაუტყდა რაღაცა, იტყვის, რომ მე გამიტყდა, მე დავაშავ. ძლიერი იტყვის, რომ მე არ ვიცი, არც ისე კარგად ვხატავ. და თუ რამეს ვხატავ, ესეც მადლობა ღმერთს. გესმით? მე ვიტყვი, რომ ვერ ვთამაშობ კარგად ფეხბურთს და სულაც არ მცხენია ამისი თქმა. გესმით? აი ძლიერი ეგრე იტყოდა. და სუსტი კიდე ყველანაირ ტყუილს მოიშველიებს, ოღონდაც ადამიანების თვალში კარგი გამოჩნდეს. და თან კიდე ტყუილის მამა, როგორც სახარებაში უფალი ამბობს, არის ეშმაკი. როდესაც ადამიანი ტყუილს ამბობს, ის ეშმაკის საქმეს აკეთებს. ისე რომ სიმართლე უნდა შევიყვაროთ ჩვენ.